პირდაპირ ამ შეკითხვიდან. თუ შეუძლიათ დაუჯახება ერთი ადამიანის მიერ მონათლულებს და პატრიარქის ნათლულების შემთხვევაში როგორ არისო? შეუძლიათ, ჩემო ძვირფასებო, მე რამდენადაც ვიცი, იმიტომ რომ ნათლია ნათლულის შემთხვევაში ეს არ არის ხორციელი კავშირი არანაირი, ეს არის სულიერი ნათესაობა, კრძალვა იმ მირონის მიმართ, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ პირდაპირი ხაზით გადაეცემა. აი ნახეთ, ის მონათლული თავის ნათლიასთან სულიერ ნათესაობაში იმყოფება, ნათლმირონობაში. ორივე მათგანი სათითაოდ თავისი ნათლიის ნათესავია. ანუ ნათლიასთან, მის შვილთან და ასე შემდეგ არ შეიძლება არანაირი ურთიერთობა, მაგრამ თვითონ ნათლულები ერთმანეთის ნათესავები არ არის. ამიტომაც არის, რომ პატრიარქმაც დააზუსტა და დაადგინა ეს ნათლობა, იმიტომ რომ მაშინ გამოდის, რომ პატრიარქის მიერ მონათლული ადამიანები თუ ყველანი ერთმანეთის ნათესავები არიან, მაშინ მათ ერთმანეთთან ურთიერთობა არ უნდა შეეძლოს და ძალიან დიდი ცოდვის წახალისება იქნებოდა ეს პატრიარქის მხრიდან, მაგრამ ესე არ არის. ანუ პატრიარქის მიერ მონათლული ყველა ადამიანი პირადად პატრიარქის ნათესავია სულიერად, მაგრამ არა ერთმანეთის. აი ესე არის. და ამიტომაც არის დადგენილი პატრიარქის მიერაც ეს ნათლობა, საყოველთაო ნათლობა.